წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მომხდარი ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტში მონაწილე არასრულწლოვნების საქმეების გადახედვას და მრჯავრდებულ არასრულწლოვანთა პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ცენტრის თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს არასრულწლოვან მრჯავრდებულთა მიმართ და საჟელო აღსრულების დაწესებულების სააღმზრდელო დაწესებულება ჩამოყალიბება უზრუნველყოს, რომელიც არასრულწლოვანთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ცენტრის თანამშრომლები ასევე აბჭალისა და გლდანის დაწესებულებების თანამშრომლების დასჯას ითხოვენ, რომლებიც არასრულწლოვანთა წამებაში არიან მხილებულნი. რა სურათი დავინახეთ, რა სურათი დაიხატა აბჭალის დაწესებულებაში. ასახელებენ რამდენიმე თანამშრომელს ამ დაწესებულების, ასახელებენ ადგილებს, სადაც ხორციელდებოდა მათი წამება და მეთოდებსაც, რა მეთოდებითაც ხორციელდებოდა მათი წამება. ამიტომ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნტის საკითხი. ბუნტის ასე ვთქვათ განმაპირობებელი ფაქტორები იქნეს გამოძიებული. ჩვენ მიმართეთ საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით, რომ გადაიხედოს იმ არასრულწლოვანთა საქმეები, რომლებიც ბრალდებულები არიან ეგრეთ წოდებული ბუნტის მოწყობაში, რადგანაც როგორც ბოლო დროს გახდა ცხადი ფაქტები, ამ მთლიანად ყველა მოზარდის მიმართ მის დაწესებულებაში იმყოფებოდა, იყო სისტემატიური არახუმანური მოპყრობისა და წამების ჰქონდა ადგილი. ასევე ვითხოვთ, რომ დაისაჯენ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ აი ამ წამებაში.